Allo გამარჯობა, ბინის თაობაზე გირეკავთ, თქვენი განცხადება ვნახე, 3 ოთახიანი ბინა საბურთალოზე კიდევთ. დიახ, კი, რეალური მყიდველი ვარ. ამ დღეებში შევძლებ გამოვიარო და ადგილზე ვნახო ბინა, ამაზე პრობლემა ხო არ გექნებათ? აჰა, ძალიან კარგი. და ბოლო ფასს ხო ვერ მეტყვით, 65-ად გამოვა. მოკლედ $65,000. კარგით, მადლობა. მე ოპერატიულებით გადავიხდი და თან SSD-ებსაც დაგიმატებთ, გონი არ იქნება ხო პრობლემა? ამ შემთხვევაში მანქანასაც გამოვაყოლებთ, არა? კარგი, ძალიან დიდი მადლობა შეხვედრამდე. გიბრუნდებით მორიგი ეპიზოდით და დღეს შევეცდებით დავადგინოთ რამ გამოიწვია ეს და ეს. მოგესალმებით გასულ თვეებში, არათუ გაორმაგდა, არამედ გასამაგდა კიდეც ოპერატიული სფასები ბრენდზე და სხვა კრიტერიუმებზეა დამოკიდებული და რატომ მოხდა ასე ვიღაცა ბიზნესმენს უნდა რომ უბრალოდ მეტი ფული ეშოვნა, პროდუქტმა მოინდომა ასე გაძვირება თუ რა შეიცვალა ასეთი. ან არის იქნებ კიდევ ერთი რაღაც უფრო მარტივი მიზეზი, ან მიზეზები, რასაც შეიძლებოდა ეს ყოველივე გამოიწვია. მოკლედ დარჩით ვიდეოს ბოლომდე და ერთად დავადგინოთ რა მოხდა და გავაანალიზოთ სიტუაცია. რაღაცა მომშივდა და ნეტა რა უჭამო რა მოვიფიქრო. ან რაზე ვიფიქრო, აგერ ავდგები და Gemini-ს ვკითხავ. ნეტა მაღალი IQ მაქვს თუ ADHD მჭირს. მოდი ChatGPT-ს ვკითხავ, რაზე ვიკითხავ. რაღაცა მუსიკის მოსმენა მინდა მგონი და ნეტა რას მოусმინო. ავდგები და ისევ ChatGPT-ს ვკითხავ რა. და დიახ, პასუხი სწორია, საქმე არის ხელოვნურ ინტელექტში. უმეტესობისთვის ალბათ ცნობილია, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა რომ იმუშაოს, მას სჭირდება ტვინი, უზარმაზარი რაოდენობით ინფორმაცია, საიდანაც გვიბრუნებს პასუხებს და ამ ინფორმაციის საცავებს ეწოდება data ცენტრები და რა თქმა უნდა, რაც უფრო ვითარდება და მეტი ხელოვნური ინტელექტი იქნება და მეტი მოდელი, უფრო მეტი ასეთი ცენტრია საჭირო. შინაარსობრივად data ცენტრი სერვერის მსგავსია, სერვერია ფაქტობრივად და რა ჭირდება სერვერებს, თუ არა კომპიუტერის კომპონენტები. შეიძლება უშუალოდ ისეთი ოპერატიული და ვიდეო ბარათი არა, როგორც ეხლა ამ კომპიუტერში ან თქვენს კომპიუტერებში ვიდეოს, მაგრამ მაინც შინაარსობრივად და თავში ჭირდება კომპიუტერის ნაწილები, როგორც არის SSD-ები, ვიდეო ბარათები და რა თქმა უნდა ჩვენი ოპერატიული მეხსიერებები. ბოლო რამოდენიმე წელიწადია ძალიან შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, რადიკალურად ამოტრიალდა ყველაფერი, იმიტომ რომ ხელმისაწვდომი და უფასო გახდა მასობრივი ხელოვნური ინტელექტის მოდელები, როგორებიც არის ChatGPT, Gemini, DeepSeek, კიდევ არის რამდენიმე Grok მგონი, თუ როგორც არის, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა. ჩვენი ცხოვრება საერთოდ შეიცვალა. ყოველდღიური ტასკები ძალიან გამარტივდა, თითქმის ავტომატიზირებულია უმეტესი შრომა, სამუშაო ბაზარი იცვლება ხელოვნური ინტელექტით და მოკლედ საერთოდ სხვა რეალობის წინაშე დავდექით. მაგრამ აქ ხო საუბარია ხალხის უზარმაზარ რაოდენობაზე, მილიარდობით ადამიანის ცხოვრების შეცვლაზე, ხო? და ამას ხომ დაჭირდა შესაბამისად უდიდესი რესურსი. და ჩვენ მოგეხსენება, რომ ყველანაირი რესურსი, რაც დედამიწაზეა, არის ამოწურვადი, ხო? არ არის ამოუწურავი რესურსები, წყალი გვაქვს, ერთი ოკეანეებია რა. აქედან გამომდინარე, რომ ყველა რესურსი ამოწურვადია, data ცენტრების ასაშენებლად საჭირო და სერვერების საფუნქციონირებლად საჭირო რესურსებიც არის ამოწურვადი. მათ შორის ოპერატიულებიც, რა თქმა უნდა, SSD-ებიც, ვიდეო ბარათებიც და სხვა ნაწილებიც. რა თქმა უნდა, როცა უზარმაზარი მოთხოვნა წარმოიშვა, უზარმაზარი მოთხოვნაც წარმოიშვა იმაზე, რომ შექმნილიყო ახალი და აშენებულიყო ახალი data ცენტრები, აშენდა კიდეც და კომპანიებმაც სიხარულით მიყიდეს
აი ამ AI კომპანიებს თავიანთი პროდუქტები. ეხლა ჩვენ ერთ რაღაც გავმიჯნოთ, რომ ჩვენ საუბრობთ ჩიპებზე და არა უშუალოდ ოპერატიულებზე. აი ასეთი ოპერატიულებით, როგორც ამ კომპიუტერში ის data center არ მუშაობს. თავისებური სპეციალური ოპერატიული აქვს, მაგრამ საერთო რაც აქვს ამათ და იმათ არის ჩიპები. ანუ სულ ძირითადად სამი კომპანია, ვინც აწარმოებს ჩიპებს, ესენი არის Micron, Samsung და Hynix-ი. ვინც იცით, კიდევ არის რამდენიმე, მაგრამ ვიდეოში მხოლოდ ეს სამი მინდა რომ ვახსენო ახლა ამ ეტაპზე. და ეს კომპანიები აწარმოებენ ჩიპებს SSD-ებისთვის და ოპერატიული მეხსიერებებისთვის. და როგორც კი გაჩნდა უზარმაზარი მოთხოვნა აი ამ ჩიპებზე, მიყიდეს მთელი ეს ჩიპები ამ AI კომპანიებს და ფაქტობრივად ჩვენ დავრჩით დეფიციტში. და არა თუ ჩვენ ყველა დარჩა დეფიციტში, იმიტომ რომ ამ კომპანიებმა შეისყიდეს და აღარ არის ეს ჩიპები. ქარხანა და წარმოება ისეთი დიდი არ არის, რომ შეძლონ უცებ აი ამ დეფიციტის შევსება. და მოგეხსენებათ ახლა ეკონომიკიდანაც ძალიან მარტივი მომენტია, რომ თუ პროდუქტი დეფიციტშია, ან პროდუქტისთვის საჭირო ძალიან მნიშვნელოვანი ერთი კომპონენტი დეფიციტშია, ამ პროდუქტის ფასი იზრდება. აუცილებლად ასე ხდება. რა თქმა უნდა, განსხვავება ჩვენსა და კომპანიებს შორის არავისთვის არ არის. ყველასთვის ეკონომიკა ერთნაირად მუშაობს და როგორც კი შეიქმნა ოპერატიულების ჩიპების დეფიციტი და ხომ მათ შორის რა თქმა უნდა SSD-ებისაც ამ პროდუქტებზე ფასი ძალიან გაძვირდა. და თქვენ ხო წარმოგიდგენიათ რა დონის დეფიციტზეა საუბარი, როცა ფასი გაძვირდა 2-ჯერ, 3-ჯერ და შეიძლება მეტჯერაც კი გაძვირდეს მომავალში. მოკლედ, ეს არის ნომერ პირველი ყველაზე მთავარი მიზეზი, რამაც განაპირობა ოპერატიულების გაძვირება მომხმარებლებისთვისაც, კომპანიებისთვისაც და ყველასთვის. მაგრამ ამით არ მორჩენილა ყველაფერი, არის მეორე მიზეზიც, რომელზეც მე მინდა საუბარი და პირდაპირ გითხრათ, ბევრი ადამიანი ამაზე არ საუბრობს. ეს არის Windows 10-ის ლიცენზიის გასვლა. მოდი ახლა თქვათ რა შუაშია Windows 10, ჩვენი არც თუ ისე საყვარელი Windows 10 აი ამ ყველაფერთან. დარწმუნებული ვარ ახლა მეც და თქვენი ჩემი მაყურებლების აბსოლუტური უმრავლესობაც ვიყენებთ დაკრეკილ Windows-ებს, არავინ ახლა ამის ქიებს არ ყიდულობთ, საიტებზე არ ვეძებთ და მოკლედ რა არ ვიხდით თანხას Windows-ში ყველა ვაქტიურებთ, უფასო კრაკებია და ასე მუშაობთ. მაგრამ და ვიყენებთ, მაგრამ არიან კომპანიები, მსოფლიოს მასშტაბით უამრავი მცირე, საშუალო, დიდი კომპანიები, რომლებიც იყენებენ Windows-ის სისტემას საოპერაციოდ და მათ არ აქვთ უფლება გამოიყენონ დაკრეკილი ვერსიები. საქართველოში ზოგი იყენებს, მაგრამ მსოფლიოში ეს ზოგადად დაუშვებელი რაღაცაა, იმიტომ რომ კომპანიებს ამოწმებენ აუდიტის სამსახური, ისინი კონტროლირდება სახელმწიფოს მიერაც, კანონის მიერაც და მოკლედ არალიცენზირებული Windows-ები და დაკრეკილი Windows-ები დაუშვებელია კომპანიის კომპიუტერებში ზოგადად რო ვთქვათ. და ამასთან ერთად, უბრალოდ დაკრეკილი რომ არ იყოს და თანხის გადაუხდელობა და გადასახადისგან თავის არიდება რო არა, მეორე რისკსაც შეიცავს, რადგან დაკრეკილ Windows-ში შეიძლება რაღაცა ვირუსიც კი იყოს და ამ ვირუსმა კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კრიტიკული სენსიტიური ინფორმაცია დასტილოს კომპიუტერიდან და კომპანიაზე ძალიან ნეგატიურად იმოქმედოს ამ ყველაფერმა. აქედან გამომდინარე, შევთანხმდეთ, რომ Windows 10-ის როცა გაუვიდა ლიცენზია, კომპანიები იძულებულები გახდნენ გადასულიყვნენ Windows 11-ზე ოფიციალურად, საუბარი აბსოლუტურ უმრავლესობაზე. ეხლა რა შუაშია ეს ოპერატიულის ფასებთან და ჩვენ რატო გვეხება? რატო აისახა ფასებზე? მოგეხსენებათ თუ გიცდიათ Windows-ის დააპგრეიდება, თქვენ თვითონ აპდეიტისთვის დაგიჭერიათ Windows 10-დან ან აპგრეიდზე, როგორც ეწერა რა მნიშვნელობა აქვს, დაუწერია რომ თქვენი კომპიუტერი ვერ ეკმაყოფილებს სისტემურ მოთხოვნილებებს, თქვენი კომპიუტერისთვის პროცესორი ძალიან სუსტია, ოპერატიული არასაკმარისია, ან ასე შემდეგ, ბევრი რაღაცეებს წერდა ხოლმე და არ იძლეოდა დააპდეიტების საშუალებას. ძალიან ბევრი კომპანია დამიჯერეთ და მართლებიც იყო, იმიტომ რომ არ ჭირდებოდათ, მუშაობდნენ DDR3-ის კომპიუტერებზე, i5 მესამე, i7 მესამე თაობის პროცესორებზე, AMD Sol პროცესორებზე, იმიტომ რომ არც კი ჭირდებოდათ მათ ოპერაციების დროს და ჩვეულებრივად იყენებდნენ Windows 10, ზოგი 7-საც კი. მაგრამ როგორც კი გადის ლიცენზია და იძულებულია ის რომ განაახლოს თავისი Windows-ი, ავტომატურად უწევს სისტემის განახლებაც, იმიტომ რომ ლეგალურად და ოფიციალურად ის Windows-ი არ მუშაობს მოძებნებულ სისტემებზე.
დამეჯერეთ ძალიან ბევრ კომპანიას ჰქონდა ასეთი მოძულებული სისტემები და ერთბაშად ყველა შეიქმნა იძულებული Windows 10-ის ლიცენზიის გასვლის დროს, იგივე EOL-ი end of license, რომ გადასულიყვნენ Windows 11-ზე და მასობრივად განაახლეს კომპიუტერები. მასობრივად განახლებულმა კომპიუტერებმა რა მოიტანა, რომ გაძვირდა კიდევ უფრო ხელი შეუწყო დეფიციტს, იმიტომ რომ თვითონ შეისყიდეს ძალიან ბევრი ოპერატიული. თან ეს უკვე აღარ არის სერვერისთვის განყოფილი ოპერატიულები, ჩვეულებრივად სამომხმარებლო სეგმენტისთვის, ჩვენთვის, კასტომერებისთვის, რაც არის ოპერატიულები, ისინი შეისყიდეს, განაახლეს ზოგმა სისტემაში უკვე აწყობილი, ზოგმა ცალ-ცალკე იყიდა და ასე შემდეგ გადაეწყვნენ ახალ სისტემაზე. და ამანაც, რა თქმა უნდა, შეიძლება ისე მნიშვნელოვნად არა როგორც AI და AI-ის დატა-ცენტრებმა, მაგრამ ამანაც მოახდინა გავლენა და ოპერატიულების ისედაც მკვეთრ დეფიციტს კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეუქმნა. ერთი სიტყვით მეგობრებო, აი ამ ორ ძირითად პრობლემაზე მსურდა საუბარი. პრობლემაზე რა მოცემულობაზე, პრობლემას ამას ვერ დავარქმევთ, განვითარება მიდის, AI-ი გაგვიმარტივა ცხოვრება, კიდევ უფრო გაგვიმარტივებს და ძალიან სერიოზული პროექტებიც გეგმება და ანუ განვითარებისკენ მივდივართ რა. უბრალოდ ეს არის თამდევი პროცესი, ოპერატიულები მართლა ძალიან გაძვირებულია, ორჯერ, სამჯერ და შეიძლება კიდევ გაძვირდეს იქითა წელს, იმიტომ რომ არ ამგვარი დატა-ცენტრების აშენება შეწყდეს, პირიქით უფრო მეტი აშენდება და მოკლედ ვნახოთ რა იქნება. და მეორე მხრივ Windows 10-ის end of license-მაც ხელი შეუწყო დეფიციტის გაზრდას და ოპერატიულების გაძვირებას, ესე ვთქვათ. იგივე ეხება SSD-ებსაც, რა თქმა უნდა, ისე მკვეთრად არა როგორც ოპერატიულებს, მაგრამ იცოდეთ რომ თუ უკვე გაძვირებულია, ეხლა ბოლოს აღარ შემოწმება ფასები, იცოდეთ რომ SSD-ების ფასიც კიდევ უფრო მოიმატებს და ეხლა ალბათ გიჩნდებათ რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ. პირველი ჩემი რჩევა იქნება რომ არ იჩქაროთ. ის არის ფიქრობთ რომ ეხლა რა ფასიც არის, მოდი მე ეხლა ამას ვიყიდი, მე უფრო გაძვირდება და მე გავყიდი ვაჭრობა არ დაიწყოთ, იმიტომ რომ შეიძლება საერთოდ გაიაგდეს, შეიძლება იგივე ფასზე დარჩეს, მოკლედ არ გარისკოთ და ძვირად არ იყიდოთ ეხლა ოპერატიულები, ამას გირჩევთ. თუ სისტემის აწყობას ფიქრობთ, ცოტა ხანი მოითმინეთ, ან ისეთი ადამიანი მაინც ნახეთ, ვინც ძველ ფასში ყიდის კიდევ ოპერატიულს, კერძო პირები ან ზოგიერთი მცირე რაოდენობით მაღაზიები. ნახოთ რა იქნება. მე ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებ სიმართლე გითხრათ, მაგრამ მაინც სუბიექტურად ვარ განწყობილი დადებითად და ვფიქრობ, რომ რაღაცა ეკონომიკური მაქინაცია მოხდება, რითაც 2026 წლის მეორე ნახევარში მაინც პირველშივე თუ არა, ოპერატიულის ფასები თავის ნიშნულზე არა, მაგრამ შედარებით მაინც გაიაფთება ვიდრე ეხლა, იმიტომ რომ ცოტა მარაზმი და სასაცილოა რაც ბაზარზე ხდება დღეს. მოკლედ მეგობრებო, სულ ეს იყო ვიდეო. იმედია მოგეწონათ, ინფორმაციული იყო. ჩვენ კიდე შევხვდებით უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ვიდეოებში. არ დაგავიწყდეთ არხის დალაიქება. ჩვენ კი შევხვდებით უფრო საინტერესო და მრავალფეროვან ვიდეოებში. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. მადლობა.